რეორგანიზაციაზე მინდა დაგისვათ რამდენიმე შეკითხვა. აღარ მიდიხართ სამსახურში? რეორგანიზაციის გაგონებაზე დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა აივანი დატოვა. ეს კადრები ხუთშაბათს დილის 10 საათზე გადავიხეთ. წესით ბოჭორიშვილი უკვე სამსახურში უნდა იყოს, მაგრამ სახლშია. მისი სამუშაო დღე გვიან იწყება. 8 მაისს ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის საცხოვრებლიდან 11 საათზე გამოვიდა. 130 ადამიანი რატომ უნდა გაუშვათ სამსახურიდან? მხოლოდ იმიტომ, რომ მეილი მინდა რომ გაჩვენოთ, ანუ მაჩვენებთ, ჩემი დაწერილია. შაბათის ეთერს საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებულმა არაერთმა ადამიანმა უთხრა, რომ რეჟიმის სამიზნე ახლა ის ხალხია, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციას ხელი მოაწერა. თქვა, რომ არ ეთანხმება კობახიძის განცხადებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას და კონსტიტუციის 78 მუხლის დარღვევას. ათობით საჯარო მოხელე, ვინც ეროვნული ინტერესები პარტიულზე მაღლა დააყენა, ახლა სამსახურიდან გაშვებას ელოდება. ბატონო ირაკლი, საგარეოში დაწყებული წმენდა თქვენთან შეთანხმებულია? 130 ადამიანს უშვებს მაკა ბოჭორიშვილი, იცით ამის შესახებ? რეორგანიზაცია? რასაც კობახიძე რეორგანიზაციას უწოდებს, უფრო ბიუროკრატიული სიმშვიდის მოპოვების მცდელობა. მეამბოხეების სახლში უნდა გაუშვენ და პარტიული კადრები დაასაქმონ. 29 აპრილიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში ნამდვილი ქაოსია. ბოჭორიშვილი თანამშრომლებთან წერილებზე აგზავნის. ხან რეორგანიზაციის შესახებ ატყობინებს, ხან კონკურსს აცხადებს. ბოჭორიშვილის ეგრეთ წოდებული რეფორმა ეხებათ თბილისში მყოფებსაც და უცხოეთში საელჩოებში დასაქმებულებსაც. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით თქვენთვის ყველაფერი გასაგები იყო, რაც მოგწერეს? დამატებითი შეხვედრა ითხოვეთ ხელმძღვანელობასთან? თქვენ თუ გაქვთ მოლოდინი, რომ სამსახურის გარეშე დარჩებით 1 ივლისის შემდეგ? თანამშრომლები შეშინებული არიან. მედიასთან საუბარს ახლა დიდი ნაწილი თავს ავიდებს, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ გავარკვიეთ, ვის ეხება ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიები. მე ვარ ის. გაშვებული ხართ თქვენ? მაგრამ ელოდებით. პროცესშია რეორგანიზაცია. ეს დავით ბაზერაშვილია, ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელი. ის მე-15-ია იმ პეტიციაში, ვინც კობახიძის განცხადება გააპროტესტა და საჯაროდ თქვა, რომ რუსეთში არ უნდა. 1 ივლისამდე უნდა წახვიდეთ? გთხოვეთ არა. აი, რამდენიმე კითხვაზე მიპასუხეთ. იქნება ლამაზი კოლეგებთან მიმართებაში, ამიტომ თავშევიკავებ ჯერ-ჯერ. აი, რის გამო დაისაჯეთ, მითხარით? არ ვარ დაშინი, მე პირიქით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. იგივეს გააკეთებდით ახლა არჩევანის წინაშე რომ იდგეთ? მე ახაც იგივეს ვაკეთებ. რას აპირებთ ახლა, რა გეგმა გააქვთ? გაიგებ სულ ცოტა ხანში. შეიძლება რომ გაფიცვას მიმართოთ? ხო. რეორგანიზაციის მოლოდინშია დავით ბაქანიძეც. პეტიციაზე ხელმომწერი პოლიტიკურ დეპარტამენტში მუშაობს. ბოჭორიშვილი ამ დეპარტამენტს საერთოდ აუქმებს. 1 ივლისის შემდეგ ამოქმედება პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს 10 დეპარტამენტს და 25 სამმართველოს. რა თქმა უნდა, ახალი კადრებით. კონკურსი უკვე გამოცხადებულია. თქვენ მიიღეთ აი ეს წერილი? რა? მაკა ბოჭორიშვილისგან. კი. რა მოლოდინი გაქვთ? დარჩებით სამსახურის გარეშე? არა მაქვს ისეთი მოლოდინი, რომ არ დავჩები სამსახურის გარეშე. რამდენი წელი აქ მუშაობთ? რაც არსებობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, იმას შემდეგ მუშაობდა. 40 წელი იქნება. 130 ადამიანის გაშვებაზეა საუბარი. ეგ არის. თქვენ ეს ციფრი გაიგეთ? დაგისახელეს ეს ციფრი? არა. ეს სხვადასხვა ციფრები ტრიალებს. აქ წერია, რომ ახალი თაობა უნდა მოვიყვანოთ. უნდა მოვიყვანოთ ახალი თაობა, სწორია. მე მაინტერესებს პარტიული კადრებით აპირებენ სამინისტროს შევსებას? ეგ არ ვიცი მე. არა, მე არ ვიცი. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გვიდასტურებენ, რომ ბოჭორიშვილის წერილების შემდეგ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ითხოვეს. დამატებითი განმარტებების მოსასმენად. გარანტიები, რა თქმა უნდა, ვერ მიიღეს. ჩვენ თვითონ ჩვენ ხელმძღვანელობასთან უკვე ქონდა შეხვედრა და ჩვენ ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით გასაშვებთა სიაშია პეტიციით მე-6 მეგიბენია. ის სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის თანამშრომელია. ველოდებით რომ გაგიშვებენ სამსახურიდან? ამ ეტაპზე ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ბენიას სამსახურთან ველოდით. მოსალოდნელ რეპრესიებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს საუბარი არ უნდა.
მე ძალიან დიდი ხანია უკვე უსაფრთხოების და ნატოს მიმართულებით მუშაობდა, ანუ ეს პროფესიული არჩევანის თავისუფლად როგორი გააზრებულიც იყო, შესაბამისად მის ნაწილად აღვქვამ ჩემ ამ გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს რაც მივიღე. და კონსტიტუციაში ჩვენ მის 78 მუხლში კონკრეტულად ცალსახადო წერია, რომ ეს ქვეყანა უნდა აკეთებდეს ყველაფერს იმისთვის, რომ გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი და მე ამ წლების განმავლობაში მჯეროდა, რომ ამას ვიმსახურებოდი და ვფიქრობ, რომ მომავალშიც წესით იგივე უნდა მოხდეს. რას აპირებთ თქვენ? იმ შემთხვევაში ვაპირებ ყველა იმ ზომის მიღებას, რომელიც იქნება სამართლებრივი და პოლიტიკურადაც გამართლებული. ეს უკვე 4 შაბათს, 7 მაისს, დღის 2 საათზე გაგზავნილი დოკუმენტია. ეს საშტატო ნუსხა. სწორედ ასე გადანაწილდება უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და წარმომადგენლობებში თანამშრომლები. ბოჭორიშვილმა თანამდებობები გაუქმა და დაუქვეითა პეტიციაზე ხელმომწერებს. წყარო შაბათის ეთერს უყვება, რომ რეჟიმის გადაწყვეტილებით თანამშრომლებს ამცირებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, პოლონეთში, ესპანეთში, მოლდოვაში, გაეროსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საქართველოს წარმომადგენლობაში. რა გინდა რა ნატოში რატომ შეამცირეთ თანამშრომლობა? იმის მიხედვით წარმომადგენლობაში არ უნდა გყავდეს თანამშრომლები? კი, უნდა გყავდეს და არიან. შეამცირეთ მე არავინ არ შემიმცირებია ჯერ. და როდის აპირებთ? 1 ივლისამდე უნდა გაუშვათ. საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის თანახმად ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის მთავარ კანონში გაწერილი ეროვნული ინტერესია. თუმცა იმის ნაცვლად, რომ საქართველოს უფრო მეტი რესურსი გაიღოს კონსტიტუციური ჩანაწერის შესასრულებლად, წარმომადგენლობებში შტატებს აუქმებენ და ამაში პრობლემას საერთოდ ვერ ხედავს დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრი. მე დარწმუნებული ვარ, პროცესი, რომელიც ახლა არის დაწყებული, საბოლოო ჯამში იქნება იმისთვის, შედეგი იქნება ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო უფრო ეფექტიანად შეასრულებს იმ ამოცანებს, რომელიც მას აქვს დაკავშირება. ბატონო ირაკლი, ალიანსში აღარ გჭირდება. ჭირდება და გვაქვს. რატომ შეამცირა? ჭირდება და გვაქვს. რატომ ამცირებს მითხარით? იგივე ამოცანების შესრულება შეიძლება უფრო ეფექტიანად. ახალი საშტატო ნუსხით ვიგებთ, რომ გააუქმეს ნატოში საქართველოს ელჩის მოადგილის თანამდებობა, რომელიც მისიის ამოქმედებიდან ყავდა საქართველოს. ბოჭორიშვილის გადაწყვეტილებით უქმდება მრჩევლის და პირველი მდივნის თანამდებობები. გამოდის, რომ ნატოში, სადაც გაწევრიანება საქართველოს ამოცანა იყო, ახლა მაქსიმალურად შეზღუდული რაოდენობით იმუშავებენ. საქართველოს მისიაში პრაქტიკულად მხოლოდ 4 ადამიანს სტობობენ, რადგან ადმინისტრაციული მენეჯერი დიპლომატად არ ითვლება. ელენე ხურცილავა ახლა ნატოში საქართველოს წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს. მას შემდეგ, რაც ვიქტორ დოლიძეს ვადა ამოეწურა, სწორედ ხურცილავა ასრულებს ელჩის მოვალეობას. ისიც პეტიციაზე ხელმომწერია, ისევე როგორც მისი თანამშრომელი ლევან ხორხელი, სიაში 164. ამ ფონზე მაკა ბოჭორიშვილის გადაწყვეტილებით აძლიერებენ საელჩოებს რუმინეთში, იაპონიაში, კუბასა და სლოვაკეთში. სლოვაკეთი უფრო პრიორიტეტულია, ქალბატონო? პრიორიტეტი სლოვაკეთი რა. და ამიტომ ზრდით თანამშრომელთა რაოდენობას? მე ვაკეთებ დაბალანსებას, იმიტომ რომ ერთ ადგილზე არ შეიძლება იყოს 20 კაცი და მეორე ადგილზე 1. ბიძინა ივანიშვილისთვის იაპონია პრიორიტეტულია. მისი ვაჟი უტა ივანიშვილი ტოკიოში ცხოვრობს. იაპონელი ჟურნალისტების გამოძიების მიხედვით, სწორედ ქართველი დიპლომატები დიპლომატიური პოსტით უტა ივანიშვილისთვის სხვადასხვა ნივთების გადაცემით არიან დაკავებული. სლოვაკეთი და მისი პრორუსი მმართველი ფიცოკი რეჟიმის მოკავშირეა. სავარაუდოდ, ამიტომ ზრდის ბოჭორიშვილი ამ ქვეყნებში დიპლომატების რაოდენობას. ეროვნული ინტერესების დასაცავად და მთავრობის პრიორიტეტების სათანადოდ განსახორციელებლად არ მოგეწონა აი რა ეროვნული ინტერესები გვაქვს რამე? მოდი გავიაროთ ერთადერთ წერილი არ გაინტერესებს? გაინტერესებთ რა? კი, მაინტერესებს. ყველაზე არიცით რა არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები? ქართული ოცნების ინტერესი რა არის ეს არ ვიცი და ამიტომ მეკითხები. მთავრობას აქვს თავისი პრიორიტეტები. წაიკითხეთ, არის მთავრობის დოკუმენტი, შეგიძლიათ წაიკითხოთ თუ რომელიმე პრიორიტეტს არ ეთანხმებით საგარეო პოლიტიკაში. შეგიძლიათ გააპროტესტოთ ქუჩაში. შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ ბოჭორიშვილმა ბოლო ერთ კვირაში თანამშრომლებს 3 წერილი გაუგზავნა. ერთი ეს არის, სადაც პირდაპირ წერია, რომ თანამშრომელთა 60%-ს გადაადგილება შეეხება. სისტემაში კი ახალი კადრები უნდა მოიყვანონ. გაზეთახად განიცვალე მითხარით. ახალგაზრდა თაობა უნდა მოვიყვანო. ახალგაზრდა თაობა არ წინააღმდეგი ხართ ახალგაზრდა თაობის?
ქუჩაში რომ ნაკლები ახალგაზრდა თაობა იდგეს და იმუშაონ ამ სახელმწიფოსთვის, ეგ ნამდვილად მინდა და ხელს შევუწყო. აი ესეთი დიპლომატები მოყავთ? წინ არის ეს. თქვენ რა გაინტერესებთ? ინფლუენსერი როგორი დიპლომატები? გინდათ? თქვენ როგორი გინდათ? მოვედით საელჩოში. ჩვენი კითხვა. TikToker დიპლომატს ეხება. ის კვიპროსში საქართველოს საელჩოში მუშაობს. სალომე კაპანაძე მისი დღის რეჟიმის შესახებ ვიდეოებს თავად აქვეყნებს სოციალურ ქსელში. ესეც ჩემი სამუშაო სივრცე. შემდეგ ყავა. ყავაც მზად არის. საქმიან შეხვედრებს შორის ტანსაცმლის ახალი კოლექციის პრეზენტაციის დროც დგება. უცებ პატარა unboxing-იც გავაკეთოთ. ჩვენ სალომე კაპანაძისთვის გვინდოდა გვეკითხა, რა კრიტერიუმით შეარჩიეს ის დიპლომატიურ სამსახურში და რამდენად ეთიკურია საელჩოდან ცნობილი ბრენდების სამოსის განყუთვის ვიდეო მასალის გასაჯაროვება. ბოლო აქტივობების თანახმად სალომე კაპანაძე საქართველოში უნდა იყოს. სალომე კაპანაძე საცხოვრობს. სალომე კაპანაძე ცხოვრობს ბოლოში. აი აქ წინ? მაგრამ მე აქ არ ვარ. სად არის? კვიპროსში. ხომ არ იცით რა თანამდებობაზე მუშაობს იქ? თუ არ ვწდები ელჩის თანაშემწე. ელჩის თანაშემწე? რა ტიპის დიპლომატებზე დებს ფსონს კობახიძის კაბინეტის მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილთან ჩვენ ინტერვიუს ჩაწერის მცდელობა რამდენჯერმე გქონდა. პირველად, როცა მას სახლთან მივაკითხეთ და კითხვები დავუსვით, დაგვპირდა რომ სამინისტროში შევხვდებოდა. წამოდით ჩემთან სამსახურში და მიგვიღებთ? კი, მიგიღებთ. წამოდით. პირობას მაძლევთ ახლა რომ წამოდით და მოვიდე? დამისვით კითხვები და გიპასუხებთ. ყველა კითხვაზე გიპასუხებთ. სამინისტროში მივდივართ, მაგრამ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე არ ვიშვებენ. ესეთი შემოთავაზება გვაქვს, რომ შენ მომარწოდე წერილობით ყველა შეკითხვა, რაც გაქვს ამ თემასთან დაკავშირებით და მის პოზიციას, ან უწყების პოზიციას მოგაწვდით წერილობით. ქალი თანახმაა რომ ინტერვიუ მომცეს. თანახმა არის მინისტრი რომ ინტერვიუ მოგცეს, უბრალოდ ეს შეიძლება ლოჯისტიკურად. რა პრობლემა, მინისტრი რომელიც დღის 11 საათზე იწყებს სამუშაოს და მანამდე სამსახურში არ მოდის, დროს ვერ გამონახავს 15 წუთით რომ მედიას დაუსმოს? თუ იწყებს სამუშაო დღეს, ამთავრებს გამთენის 4 საათზე. რადგან მაკა ბოჭორიშვილმა პირობა დაარღვია და სამინისტროში არ შეგხვდა, ჩვენ მასთან გასაუბრებას უკვე 9 მაისს კიკვიძის პარკთან ვცდილობთ. პირობის შესრულება არ გსოდნიათ, ქალბატონო მაკა. მოვედით საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ თქვენმა პიარმა გვითხრა რომ დაკავებული ხართ და არ გცალიათ. როდის მოხვედით? გუშინ. მე კითხვები ვერ დასვით. მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმა ისე დაწერა, რომ უქმდება ზუსტად ის თანამდებობები, სადაც მუშაობს ხალხი, ვინც საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერ პეტიციას ხელი მოაწერა. შეუძლებელია ეს მხოლოდ დამთხოვა იყოს. ჩვენს ხელში დოკუმენტების აღმოჩენა რეჟიმის მინისტრისთვის სრული მოულოდნელობა იყო. გაშალე ის დოკუმენტი რაც გაქვს ხელში. გაშალე. საშტატო ნუსხა? კი, გაშალე, ხო გაქვს. აი ეგ დანაშაულია ვაფშე. რა არის? აი ეგ დანაშაულია. ხო, რაც არის, ეგ დანაშაულია. რა არის? აი ეგ მითხარი გვარები ვინ გამოგიტანა, მითხარი გვარებს გვარები. მე არ ვასახელებ, ქალბატონო მაკა. უბრალოდ უცნაური იცით რა არის? დამნაშავე რატო ადამიანი, რომელმაც წლები იმსახურა საგარეო საქმეთა სამინისტროში. დოკუმენტებს აფრიალებს გარეთ. თანამშრომელი, რომელიც ვერაცნობიერებს, როგორ უნდა მოუაროს ინფორმაციას, მართლა არის გასაშვები. მაკა ბოჭორიშვილმა, როგორც ჩანს, არ იცის, რომ 4 შაბათს, 7 მაისს, თანამშრომლებისთვის ელექტრონულ პოსტაზე გაგზავნილი წერილი დახურულ კორესპონდენციად ვერ ჩაითვლება. რადგან მეილზე გაგზავნილი წერილი უკვე აღარ ითვლება შიდა მოხმარების ინფორმაციად. მას არედო გრიფი საიდუმლო, ანუ ეროვნული საიდუმლოების შემცველი სტატუსი. შესაბამისად, დამნაშავედ ვერ ჩაითვლება ის ადამიანი, ვინც ჩვენს არხს ეს დოკუმენტები გადმოსცა. ვითხარით, აი კუბა, სლოვაკეთი რატომ არის დღეს თქვენთვის პრიორიტეტული და რატომ არ არის მაგალითად შეერთებული შტატები, რატომ არ არის გერმანია? ჩვენ წყარო საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვეუბნება რომ წყაროს ჩვენ არ ვამხელთ. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებულ წმენდაზე დუმს მიხეილ ყაველაშვილი. არა და ფორმალურად ახალი ელჩების დანიშვნას მან უნდა მოაწეროს ხელი. ბატონო მიხეილ, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო კადრების წმენდა. პეტიციაზე ხელმომწერ თანამშრომლებს უშვებენ უწყებიდან. ერთი წამი თქვენი აზრი მინდა ამ საკითხზე მოვისმინო. ხო, რატომ ეჭიდავებით? იქნებ უნდა გააკეთოს კომენტარი.
შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ მაკა ბოჭორიშვილმა თანამშრომლებს კიდევ ერთი წერილი 2 მაისს პარასკევს სამუშაო დღის ბოლოს გაუგზავნა და შეატყობინა, რომ კონკურსი ცხადდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, მენეჯერულ პოზიციებზე. კონკურსით აირჩევენ სამმართველოების და დეპარტამენტების ხელმძღვანელებსაც. კონკურსში მოგიწევთ მონაწილეობის მიღება, ქალბატონო? არა, ვარ მე თანამშრომელი. თანამშრომელთა დიდი ნაწილი შეშინებულია. საჯარო მოხელეების ნაწილი იმასაც კიმალავს, რომ ამ უწყებაში მუშაობს. მეორე ნაწილი რეპრესიების ავტორის, ბოჭორიშვილის დაცვას ცდილობს. ეხა თუ არ შემაძ რომელ დეპარტამენტში მუშაობთ, ქალბატონო? ანუ მაკა ბოჭორიშვილის რეპრესიებს ეთანხმებით? მოგწონთ რეპრესიები? არაფერი რეპრესია არ არის ჩვენ სამსახურში, ნუ იგონებთ რაღაცებს. არაპირებთ რომ დაიცვათ ის ადამიანები. არ გესმით? აი ახლა მიპასუხეთ, რეაქცია გქონდათ, ესე იგი გესმით, მაგრამ არ გინდათ. ანუ საშიშია ამ თემაზე ლაპარაკი? საშიშია ამ თემაზე ლაპარაკი? მაკა ბოჭორიშვილის წინააღმდეგ წასვლა საშიშია დღეს? ერთი ხელმოწერის გამო შეიძლება რომ ადამიანის გაუშვა სამსახურიდან? ხელით ნუმერხებით ბატონო. უიქ შეგძლებიათ ლაპარაკი? ინფორმირებული პირები საგარეო საქმეთა სამინისტროდან შაბათის ეთერს უყვებიან, რომ ბოჭორიშვილი სისტემიდან ევროპული კურსის მხარდამჭერი კადრების გაშვებას ჩქარობს. სწორედ ამიტომ მან კონკურსის ჩასატარებლად რეკორდულად მცირე დრო განსაზღვრა.